ხელისუფლებამ გადაწყვიტა გესის აშენება და მთლიანად მთელი სოფელი იტბორება. იქაური მცხოვრები ვარ მესტის რაიონის სოფელი ხაიში. მთლიანად იტბორება და ხუდონგესი და მინდა გულსატკივარი გამოთქვა, რას მტკიდება ეხანდელი ხელისუფლება დავითბორება ეს. ბატონო? ხუდონის წინააღმდეგ ხარ ხო? დიახ, რა თქმა უნდა, მთლიანად მთელი სოფელი წინააღმდეგია, ხელის საზოგადოების სახელით, იქაური სოფელის სახელით საუბრობ ეხა ამ წუთში და მართლა გულსატკივარია ის მომენტი, რომ იქაური ტაძრები იტბორება, სამარხები იტბორება და პასუხს გავხსენთ ამ საკითხთან დაკავშირებით. ციგ რაც შეეხება ხუდონეთს. ზოგადად მნიშვნელობა ამ ჰესს არის ძალიან დიდი, მე გეტყვით რომ ესე იგი ხუდონი თუ ავაშენდა ჩვენ სახელმწიფო. ენგურესის თვითონ ეს დატვირთვა კიდევ უფრო გაიზრდება, მაგრამ რა თქმა უნდა მე აბსოლუტურად მესმის რომ ეს არის ტკივნეული საკითხი. იქ ოჯახები ცხოვრობენ, ვის რამდენი ოჯახია? 124. 124 ოჯახი. ჩემი მიდგომა ასეთია. თქვენი სახელი? ლელა. ჩემი მიდგომა ასეთია რომ თითოეულ ოჯახთან სახელმწიფო უნდა გამართოს კონსულტაცია. უნდა აუხსნათ ჩვენ ამ ესის მნიშვნელობა. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი მთავრობის მნიშვნელობა, ან ჩვენი თაობისთვის, არამედ ეს არის ათეული წლების განმავლობაში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის ენერგო უსაფრთხოებისთვის და ენერგო დამოუკიდებლობისთვის. წარმოიდგინეთ, ის რო არ იყოს, ენერგოთაც რო არ იყოს საქართველოში. ჩვენ ვუძლებთ ძალიან დიდი პრობლემა. ეს არის სახელმწიფო ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვაპირებთ რამე გავაკეთოთ თქვენთან კონსულტაციების გარეშე. თვითონ ოჯახს აუხსნით, თუ როგორ მოხდება იქნება ეს სახლების გადატანა თუ ასე ვთქვათ ოჯახების გადაყვანა, კომპენსაციები და ასე. არ მინდა რომ მე გეტყვით რომ სახელმწიფო რა თქმა უნდა გამოიყენებს ასე ვთქვათ ყველა იმ საშუალებას რომ დაარწმუნოს ადგილობრივი მოსახლეობა, რომ ეს არის მეტად მნიშვნელოვანი სახელმწიფო მნიშვნელოვანი პროექტი. ეს არ არის ჩვენთვის, ეს არის ჩვენ მომავალ თაობების თუ ჩვენი სახელმწიფოსთვის. რომ არ ვიყოთ დამოკიდებული ელექტროენერგიის დამოკიდებულება უსოქვეყნებისადმი იყოს შემცირებული და ჩვენ არ ვიყოთ დამოკიდებული რომ სეზონზე, სიტყვაზე სამთრის პერიოდში არ მოგვიხდეს შემოტანა ელექტროენერგიის და არ დაჩეს მოსახლეობა რეგიონები შუქის გარეშე. აი ეს არის პროექტი, რომელიც რა თქმა უნდა განვიხილოთ ჩვენ ყველამ ერთად. საჯარო განხილვაც უნდა მოეწყოს და ჩვენ ამ თემას ეს განხილვის საკითხია ისევ თუ უკვე გადაწყვეტილია. არა, გადაწყვეტილება მიღებულია რომ ამ ესე იგი ესის მშენებლობა უნდა დავიწყოთ, მაგრამ რა თქმა უნდა ეს უნდა განვიხილოთ. მოსახლეობა უნდა დავარწმუნოთ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მაგრამ ძალიან რთული იქნება ალბათ მოსახლეობის გარკვევა.